რაც არის პეტრეცისკარიშვილი, არიან ძმები ლორკიპანიძეები, ესენი სოდი კუდის ხალხია, არის ბანკის ხეობა, არის ძალიან დიდი მეხი მართლა თითოეულ ოჯახთან მიდიან პირდაპირ მნიშვნელობით და ემუქრებიან, აკავებენ, ის არის ოფისის ხელმძღვანელი ზაკრო კინკლაძე თავის დროზე დაჭერილი ხალხად, არ ეპოება ეს ხალხი. 50 კაცი მოგროვდა თავიდან და ხელისუფლება ძალიან გაუკვირდა, რომ ამდენმა როგორ გაბედა. ერთი კვირეში შეხვედრა იყო, უკვე დარბაზი გადაჭედილი. გურჯაან შეხვედრა იყო 900 კაცზე მეტია, სკამი და ერეყეოდა ის ხალხი. განჭკუთში მქონდა ახლა შეხვედრა, ტულიმიშიში მქონდა, რომ თეატრი არ ჩამოინგრეს, რომ მერჯერ ყოფილვარ იქა, იმიტომ რომ მართლა ტევა არის. აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ხვალ ოზურგეთში იქნება ასევე დიდი ხალხმრავლობა. ანუ დავიწყეთ 100-150 კაცით, მერე გადავედით 700-800 კაცით. 27-ში თბილისში იქნება დიდი მსვლელობა და მიტინგი თავისუფლების მოედანზე ქართული როცხვით. ყველა წინასწარი გათვლით, შეფასებებით, ჩვენი აქტივისტების სათითაოდ წარმოდგენით 10-ვე რაიონი თბილისში შეიკრიბა ცალ-ცალკე. დაახლოებით 6,5 ადამიანი კონკრეტული ფუნქციის მატარებელი ჩვენი პარტიების თბილისში შეიკრიბა და რა არის თავისუფლების მოედანი ცნობილია, ითვლება, გაჭედილი რო იყო 70,000 კაცი ჭირდება. მე ვფიქრობ, რომ იქნება გაჭედილი. ეს არის თბილისი, ჩვენ რეგიონებიდან ამჟამად არ ჩავხსოვს. ანუ ამით ეს იქნება პოლიტიკური დათვალიერება და სტარტი. თბილისშიც რაიონულ ორგანიზაციებს რო ვხსნიდით, იქაც 100 და 150 და 200 კაცი იყო თვითონ რაიონში. და იქ უკვე ეს იქნება. ერთ-ორ კვირაში მერე